ფერმერთა მხარდაჭერა და აგროსექტორის განვითარებისკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამები. სოფლის მეურნეობის მინისტრი მთავრობის მხარდაჭერი პროგრამების შედეგებს იმერეთის რეგიონში გაეცნო. მოსვის პლანტაციები, მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები და გარემოს დაცვის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები. დავით სონღულაშვილმა საწარმოო პროცესები დაათვალიერა და სხვადასხვა სექტორში დასაქმებულებს ახალი პროგრამებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრა გაიმართა სატყეო სამსახურის თანამშრომლებთანაც. დასავლეთ საქართველოში ფერმერებისა და მეწარმეებისთვის მოცვით ხილთან და ციტრუსთან ერთად ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო გახდა. ქართულ ლურჯ მოცვზე გაზრდილია მოთხოვნა და ამასთანავე ექსპორტის მაჩვენებელი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში იმყოფებოდა, სადაც კომპანია აგროლეინში მოცვის მოსავლის აღებისა და სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნო. კომპანიამ ფერმერთა მხარდამჭერი პროგრამებიდან მიიღო დაფინანსება. პროგრამის დანერგე მომავალი ფარგლებში 2700 ჰექტარზე მეტ ფართობზე დაახლოებით 40 მილიონი ლარით ლურჯი მოცვის გაშენებაა თანადაფინანსებული. მათ შორის იმერეთის რეგიონში 900 ჰექტარზე მეტ ფართობზე 6,2 მილიონი ლარით. ადგილზე გავეცანით იმერეთში მოცვის ბაღებში თუ რა მდგომარეობა არის და როგორ მიმდინარეობს პროცესი, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყოველწლიურად მოცვის ბაღები იზრდება და ციფრებს შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა წელთან შედარებით 30% გაზრდილი არის წლევანდელ წელს მოცვის მოსავალი. ასეთი სახის სახელმწიფო პროგრამები ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, ადგილობრივ ფერმერებს ეხმარება, რაც საერთო ჯამში დადებითად აისახება იმერეთში ეკონომიკის ზრდაზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იმერეთის რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკურ შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს გამართულად მუშაობის მნიშვნელობას. აღნიშნა, რომ სამივე მიმართულება სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა აგრარული სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. სააგენტოს თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ საომხმარებლო ბაზრების კონტროლს, მათ შორის ვეტერინარული მიმართულებით ახორციელებთ სხვადასხვა ღონისძიებებს. მნიშვნელოვანია, რომ ვატარებთ ცხოველების უფასო ვაქცინაციას სხვადასხვა დაავადებებზე. დავით სონღულაშვილმა უახლესი აპარატურით აღჭურვილი ქუთაისის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორიაც დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო. ყურადღება გამახვილდა კვლევის იმ მეთოდებებზე, რომლებიც 2025 წელს უნდა დაინერგოს. დავით სონღულაშვილი გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ოფისსაც ესტუმრა. მინისტრმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოს დაცვა მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა. მისივე თქმით, იმერეთის რეგიონში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ საკითხებს, როგორიცაა მაგალითად უკანონო ტყით სარგებლობა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება. ყოველწლიურად იგეგმება რეგიონალური მიმართულებით ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა. 2025 წელში ქონდა დაგეგმილი, რომ უკვე თევზის მიმართულებით ყველა დაავადება დანერგილი იყო და სიამაყით ვიძახით, რომ ლაბორატორიამ მას და კონკრეტულად ქუთაისის ლაბორატორიამ წარმატებით გაართვა თავი. მინისტრმა საუბრისას აღენიშნა, რომ თანამშრომლებისთვის შესაბამისი სათანადო პირობების და თანამედროვე ტექნიკური საშუალებების აღჭურვის პროცესი კვლავაც გაგრძელდება, რომელიც ეფექტიანის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესია. სიახლეა ისიც, რომ უახლოეს პერიოდში ქალაქ ქუთაისში გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული და ლაბორატორიული ფუნქციის მქონე ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება. შენობაში განთავსდება თანამედროვე ტიპის ლაბორატორიები და ობსერვატორია, რაც ნიშნავს იმას, რომ კვლევები უახლესი მეთოდებით ჩატარდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სატყეო სამსახურის თანამშრომლებსაც შეხვდა. იმერეთის სატყეო სამსახურში დასაქმებულია 134 თანამშრომელი, მათ შორის 15 მეტყევე და 72 ტყის მცველი. ქუთაისში დაიწყება გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობა, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიით, წყლის, ჰაერის და ნიადაგის ხარისხის კონტროლის მიმართულებით. აგრეთვე გეგმავთ გავაძლიეროთ გეოლოგიური და ჰიდროლოგიური საველე ჯგუფების შესაძლებლობები. მინისტრმა დაცული ტერიტორიების რეინჯერების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაცულ ტერიტორიებს უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას სჭირდება დაცვა და მოვლა პატრონობა.